ბათუმში ჩატარდა ეთნოლოგთა რესპუბლიკური კონფერენცია და იქ ერთ-ერთმა აფხაზმა ეთნოლოგმა გვარად კოპეშავიძე გალინამ წაიკითხა მოხსენება და სწორედ გვიმტკიცებდა იმას, რომ სულგუნი არის აფხაზების აფხაზთა გამოგონილი მათი ეროვნული საჭმელი. იქ ატყდა ერთი ამბავი და ქართველებმა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით სამეგრელოს წარმომადგენლებმა ძალიან დაუდასტურეს მთელი რიგი დოკუმენტებით, რომ ეს არის ქართული და არავითარ შემთხვევაში აფხაზური. სამწუხაროდ ეს როდის გამიჩნდა ამ წიგნის დაწერის იდეა, რამდენიმე წლის წინ ბატონი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი, იყო მაშინ, რა ქვია, აფხაზეთში ჩამოვიდა და დამირეკა, რომ ერთი გამაგებინე რა ხდება თურქეთში, ნახე, სულგუნი იყიდება როგორც აფხაზური ყველი. ქართული ზეიმია, ქართული მეფური სიტყვა და სადღეგრძელო ზღაპრული ფერხულში ჩაბმული, გულით გულში ჩაკრული საქმე ჩვენი ქართული, ქართული, ქართული სილამაზე ქართული, ძარცული, ქართული, სული სულ შემართული, ცოლა და სიცოცხლე